უახლოესი მოვლენები. ვთხოვ, რომ მაჩვენოს უახლოესი მოვლენები. ეს არის ლენორმანი. ამოვიდა ჩვენი ქვეყანა, როგორც მაჩვენებს ლენორმანი. ქალის ენერგიით, დათვის ენერგიით მაჩვენებს ყოველთვის ოპოზიციას და მამაკაცის ენერგიით მაჩვენებს არსებულ მთავრობას. არაჩვეულებრივ ადგილას დაჯდა ქვეყნისათვის, გავშალო ბოლომდე და ცხადი აღხსნი ყველაფერს. მშვენიერი. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვშლი ამ თემაზე და ალბათ მიხვდებით რატო, იმიტომ რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ძალიან ვღელავ. დაიყოს ყველაფერი ისე და ასრულდეს ყველაფერი ისე, რაც ამოვიდა აქ, ასრულდეს ეს წინასწარმეტყველება. ნახეთ რა დაჯდა. აი, ოდნავ მივატრიალებ. აი, ვინც იცის ლენორმანი, იმიტომ ვაჩვენებ ამას, რომ ქალის ადგილი, ქვეყნის ადგილში ამოვიდა ბედის წერა და აი ბედის წერაში ბოლო არკანად ამოვიდა მზე. პირველი არ არის ეს გაშლა, ვინც ადევნებს თვალყურს და სულ ვამბობდი, რომ რაღაცა თითქოს უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანამ მისი ბედის წერა, თითქოს ახალი ბედის წერა დაწეროს, ახალი ცხოვრება დაწეროს, ახლიდან დაიბადოს და ახლაც ეს მაჩვენა, რომ მისი კარმა იცვლება და მთლიანად ხდება, როგორც მზე, ისეთი სიკაშკაშე ამოდის. დავიწყოთ თავიდან, მე ავიღებ, ასე ვთქვათ, რომ გაჩვენოთ, დავიწყოთ თავიდან და მინდა დააკვირდეთ, რომ აი როგორც იკითხება, ვინც იცის ეს დიდი გაშლის წაკითხვა ადვილად მიხვდება, რომ მის თავში ან მმართველობაში მოდის ოპოზიცია. ოპოზიციაში მოდი ვიტყვი პირდაპირ, არ ძალიან ბევრს გონია, არ ვიცი მე, არ გაკეთდა ამის სწორი განხილვა და ნახება, ვინ მოვა ხშირად, აი ეს პარტია, ალბათ იცით ხო, რომ ვერცერთი პარტია ვერ მოდის რაღაცა გაერთიანებული სხვადასხვა პარტიები, ოპოზიცია არის ყველა გარდა ქართული ოცნებისა და მის თავში არის ეს, მოდის ეს და მის ფეხებში, აი რაც მინდა ვთქვა, მე არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა პარტიაც, სხვა სიახლეც და არაარსებული ახალი ძალაც შეემატოს ამ ოპოზიციას და ნახეთ მის ფეხებში, მისი არჩევანი არის განათლებული მთავრობა იქნება, დიპლომიანი მთავრობა იქნება, ძალიან განათლებული და დიპლომიანი. ხო, თან მეცინება, მაგრამ სატირალია მთელი მსოფლიო დაგვცინის. რომ პრეზიდენტად აირჩიეს ადამიანი, რომელსაც სკოლაც კი არ აქვს დამთავრებული, ამაზე იცინია საინფორმაციო გადაცემებში. მაგრამ არაუშავს თუ ვინმეს დასცინეს ამით, მხოლოდ და მხოლოდ თავის ამომრჩევლებს და ეს ამომრჩევლები საბედნიეროდ ძალიან ცოტანი არიან და უმრავლესობას არაურჩევია ისინი ამჯერად. გავაგრძელოთ ხომ ჩვენი, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველება
აი ეს არის ჯანმრთელობა. ანუ მისი მდგომარეობა, ქვეყნის მდგომარეობა, რომელიც ზრუნვაზე გასაღებს, ანუ პატრონაჟს, პასუხისმგებლობას, მმართველობას იღებს ოპოზიცია და ნახე რას უშვება ამ ქვეყანას, როგორ აჯანმრთელებს. აი როგორც თქვი, სულ ვამბობდი. დავდებ ხო კამერას ისე უფრო ადვილია ჩემთვის. სულ ვამბობდი, რომ ახალი ენერგია შემოდის, ეს არის ახალი თაობა. აი ხა რომ ვიძახით ბავშვები არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბავშვებმა რაღაცა ახალი პარტია ჩამოაყალიბონ და ახალი ძალით მოვიდნენ. ან გადანაწილდნენ არსებულ პარტიებში, ესეც შესაძლებელია. ახალ სისხლს ხედავ, სრულად ახალ სისხლს ხედავ, რომელიც არის ძალიან სერიოზული და ბედის წერას უცვლის ამ ქვეყანას. ვარსკვლავებამდე მიყავთ შემოკარგებო და ნახეთ როგორ თეთრი ლილიის ენერგიაა. ძალიან სუფთა ენერგია და ეს ენერგია არის ღვთიური დამხმარე ძალა. ანუ რო ამბობენ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია ეს ქვეყანა, მე პირადად ესე არ ვხედავ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია. მაგრამ ვიტყვი, რომ ეხლა რაღაცნაირად თითქოს დაყურებს ეს ჩვენ წმინდა ენერგიები და გვიფარავენ. ძალიან დიდი მფარველობაა ჩვენს ქვეყანაზე. არსებული სირთულეები და გამოსავალი მე მინდა კიდევ ერთხელ ავწიო და დაგანახოთ რა ხდება. ნახეთ, ძალიან ბევრი ეს ჩვენი მთავრობა, რომელიც წეროების სახლში არის, გაიქცევიან კუბო ეს არ არის სიკვდილი, არავინ არ მოკვდება, ნუ გეშინიათ, მაგრამ იქნება კუბოს გამორემოცვაში იქნება ბევრი. რას ნიშნავს? ეს არის ჩიხის, რომლიდანაც ვერ გახვალ. ეს არის 4 კედელი, 4 კუთხე. ეს არის სატუსაღო, კი ბატონო ვიტყვი. ეს არის სივრცე, საიდანაც ვერ გავლენ ისინი, მაგრამ იქნებიან ვიღაცები, ვინც გაიქცევიან. ან ერთი ადამიანი, ვინც გაიქცევა. ესეც არ არის გამორიცხული. მხოლოდ ერთმა გააღწიოს და არჩენი მოექცეს იქ. ეს იქნება დიდი გამოსავალი. ჩაიჭრება მათ შორის და კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ძალიან დიდი დადასტურებით, რომ ამათ მე ვერ ვხედავ არსებულ, ასე ვთქვათ, თვითმარქვია მთავრობას, მე ვერ ვხედავ მომავალში, რომ იყოს თუნდაც ოპოზიციაში. აი როგორც კუბო ანადგურებს ყველაფერს, მთავრდება ყველაფერი, ისე დაამთავრებენ. აღარ იარსებებენ არა ფიზიკურად, კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ლაპარაკი არის პოლიტიკურ არსებობაზე. ქვეყნის გამოსავალი არის ზუსტად ეს, აი ნახე, ზუსტად ეს. ქვეყნის გამოსავალი არის, რომ აი ეს პრობლემა, ანუ ვინც არის პრობლემა, გადაფრინდნენ, წავიდნენ, მოშორდნენ, ეს ესეც იქნება და აი ვინ შორდება მთავრობა. და მთავრობის სახლს ხედავთ, აი რაზეც ვსაუბრობდი, მე დაგანახებთ კიდევაც, როგორი მფარველობაა. ეს არის წმინდა ენერგიებია, ღვთიური ენერგიებია, ანგელოს აჩვენებს, წმინდანებს აჩვენებს, უფლის წყალობას აჩვენებს და აი ჩვენს მთავრობაზეა და ნახეთ როგორ სიყვარულით და ერთგულებით და კანონიერად იქნება მმართველობა, კანონიერად ხალხო. ეს იქნება ასე. ახლანდელი გაშლა მაჩვენებს, რომ მალე მოხდება ეს, საკმაოდ მალე მოხდება ეს ყველაფერი და არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის სახლმა შეიცვალოს ადგილი. ანუ აღარ იყოს რუსთაველზე და იყოს სხვა ადგილას პარლამენტი. დიდი ალბათობა იქნება ამისა, ასე ვთქვათ. და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, ნასწავლი, დიპლომიანი, განათლებული მთავრობა გვეყოლება. ძალიან განათლებული. ძალიან დიდი ძალა ექნებათ, გონიერება ექნებათ და აი ეს არის ძალიან კარგი. ეს არის ძალიან კარგი, რომ იმართება სიყვარულით და სიბრძნით, შეზავებული სიყვარულით და სიბრძნით. ხოლო პრობლემა სჭამს უпроსტად ღამეს, გაურკვევლობას, ნიჰილიზმს, სევდას, ტკივილს, დეპრესიას, უიმედობას იქნება შეჭმული. ეს ვირთხების სახლია. ეს ყველაფერი დამთავრდება. რითი? ისევ და ისევ ამათი წასვლით. ისევ და ისევ. სიბრძნე მოდის ქვეყნის მმართველობაში, აი ძალიან ცალსახადად ჩანს ეს გველის წელიწადი.
გველის წელიწადი და მთავრობა. ამიტომ ამბობ, რომ 2025 წელს მოხდება ეს დეკემბრის თვეში. არ ველოდები რაღაც გარდამტეხ მოვლენებს და ეს არის საქართველოს ბედისწერა. კანონიერად სიყვარულით, სიბრძნით, გონიერებით და დიპლომიანი ახალი თაობით იქნება მართლობა და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რითინაც დავიწყე, მითი დავასრულო. საქართველო იქნება დიდი მზე. მოდი მეტად გავალ ხო ენერგიაში და გეტყვით, რომ საქართველო იქნება არათუ რაღაცა რიგითი, სტაბილური, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ქვეყანა, არამედ როგორც ჩვენს პლანეტარულ სისტემაში მზე არის ცენტრი. ხო, აი ესეთი ცენტრი ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი იქნება და ერთ-ერთი არა, მე ვიტყვი, რომ აი ჩვენს ქვეყნის გარშემო როგორც მზის სისტემაში, აი ისე იქნებიან ეს ქვეყნები ჩვენთან რაღაცა ცენტრს ხედავ, რაღაც სერიოზულ ცენტრს, აი საქართველოდან იქნება, აი აქედან წავა პირველი სიტყვა, აქედან წავა პირველი ენერგია, აქედან წავა მნიშვნელოვანი მესიჯი, ასე ვთქვათ, მსოფლიოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ახლა შეიძლება ეს დაუჯერებელია, რასაც ვამბობთ, მაგრამ დღეს არის 16 რიცხვი, ახლა არ ვცდები. დეკემბერი არის 2024 წლის. და აგერ ვარ მე არსად არ გავბივარ. ნახოთ. ეს ინფორმაცია არ ამოსულა აქამდე, რომ ეს ქვეყანა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. რაღაცა ცენტრი იქნება აქ ჩვენს ქვეყანაში. ამინ, ამინ, ამინ. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი და ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება, შეუძლიათ დამიკავშირდეს ნომერზე 591 233 507. აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც. გამარჯვებით.